მთელი პროცესის განმავლობაში ნერვების ნამდვილი ომი იყო. თავდაპირველად ნიკა კაციას სასამართლო პროცესი ბრალდებული კაციას საბოლოო სიტყვით გაიხსნა, შემდეგ მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად დრო აიღო და შეიძლება ითქვას, რომ 15 წუთის განმავლობაში ის დაბეჭდილ ტექსტს კითხულობდა, რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ნიკა კაციას ჩხლეტის ოქმზე ჰქონდა ხელი მოწერილი და რამდენჯერმე ახსენა, რომ ამ საქმეში ნეიტრალური მოწმე არ არსებობდა. ვიდრე მოსამართლემ არ ახსენა სიტყვები, რომ უდანაშაულო იყო ნიკა კაცია, ვერავინ ვერ მიხვდა რა გადაწყვეტილების გამოცხადებას აპირებდა თამარ მჭედლიშვილი. როგორც კი დარბაზში მყოფებმა სიტყვა უდანაშაულოა მოისმინეს, ამის შემდეგ თამარ მჭედლიშვილისთვის არავის აღარ მოусმენია. საბრალდებო სკამიდან ადგა ნიკა კაცია, ჯერ მან გადაინაცვლა ადვოკატთან, შემდეგ პირველი დედას ჩაეხუტა, ამის შემდეგ ჩაეხუტა ძმას და მას შემდეგ ნიკა კაცია იღებს მილოცვებს. ნიკა კაციამ სასამართლოს დერეფანშივე უთხრა თავდაპირველის ჯგუფს, რომ გუშინ ჩაალაგა მან ბარგი. კაცია იჯდა სხვა სინდისის პატიმრებთან ერთად ციხეში, ესენი არიან თორნიკე გოშაძე, ზვიად რატიანი, ირაკლი ქერაშვილი, გური მირწყულავა და თურმე სინდისის პატიმრებმა ყველამ ამ ჩამოთვლილმა პატიმრებმა სთხოვეს ნიკა კაციას გათავისუფლების შემდეგ მათ ოჯახის წევრებს ჩახუტებოდა კაცია. კაციამ ეს პირობა შეასრულა პირველი თორნიკე გოშაძის დედას მარიზი კობახიძეს ჩაეხუტა. მარიზი კობახიძე მას დროშა მოახვია, ის დროშა რომელიც გუშინ სასამართლოში ჰქონდა მიტანილი იმისთვის, რომ მისი შვილისთვის მოეხვია, სამწუხაროდ მისი შვილი ციხეში ჩატოვა ქართული ოცნების რეჟიმად გამოცხადებულმა ხელისუფლებამ და ეს დროშა ნიკა კაციას გადასცა დღეს სინდისის პატიმრის დედამ. რა ქონდა საქმე ნიკა კაციას ხალხისთვის და როგორი იყო ის ემოციები, რომელიც საქალაქო სასამართლოში ჰქონდათ კაციას გულს შემატკივრებს, ამას ახლა ჩვენი მაყურებელი ნახავს. დანარების სიხარულია, მარტო დედაჩემის ცემლების გამო კი არა. იმიტომ რომ გუშინ წინდელი და გუშინდელი ღამე იყო ყველაზე მძიმე და იმიტომ რომ აი როგორ გითხრათ, საკუთარ თავზე ადამიანი არ ნერვიულობს საკანში, რაღაცა ესელაგდება. საკუთარ ბედზე არ ფიქრობ აბსოლუტურად არაფერზე, ფიქრობ იმაზე, რომ შენსავით არის კიდევ ბევრი და ეს ბევრი ასახავს საქართველოს. ანუ ეს ახალგაზრდები, ბიჭები, ზია ამაღლობელი, ნინო დათაშვილი, ეს ადამიანები რეალურად ჩემ თავზე რო არ ვილაპარაკო არიან. ანუ საქართველოს სახეს ვირეკლავ. როგორ გითხრათ, დღეს რომ ეს ღიმილიანებმა მომაცილეს არ ვაძლევ ახლა საკუთარ თავს უფლებას, რომ გავიღიმო ისე, როგორც რეალურად მიხარია. იმიტომ რომ მე მგონია, რომ ბრძოლის აი რაღაცა საწყისი, რამდენი საწყისი უნდა იყოს, მაგრამ არის ეს ნაბიჯები, რომელსაც ახლა ვსვამ, ნიშნავს იმას, რომ ეს სიხარული ყველას ერთად შეგვიძლია, აი აქ მყოფ ადამიანებს, რომლებიც ირგვლივ არიან, ველოდიარად არწმუნებული ვიყავი, იმიტომ რომ სიმართლე არის ძალიან უცნაური რამ. საერთო ჯამში დღეს სინდისის 13 პატიმარი გაასამართლეს, მხოლოდ ნიკა კაცია იყო ის ერთადერთი, ვინც უდანაშაულოდ გამოაცხადა სასამართლოდან სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. დღეს სინდისის პატიმრები სასამართლოს სხდომებს, ბოლო სასამართლო პროცესებს და განაჩენებს ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ამბობს, რომ ისევე როგორც ნიკა კაცია საქმეში, ასევე სხვა პატიმრების საქმეში, სინდისის 11 პატიმრის საქმესა და საბას ხვიტარიძის საქმეზე არანაირი მტკიცებულება არ ქონია სასამართლოს და დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლო არის მართული. არ უნდა ამის გამო დავივიწყოთ ის, რომ სადაც ერთი აგური სამართლის დაიდო 11 აგური უსამართლობის. არც ნიკა კაცია სასამართლოზე არ იყო არანაირი მტკიცებულება და ეს აღიარა მოსამართლემ, მაგრამ არც იმ 11 და წინა დღის სასამართლოებზე არ იყო არანაირი მტკიცებულება. ყველა ეს ადამიანები არიან უდანაშაულო ადამიანები. დღის პირველ ნახევარში, რაც ვნახეთ მოსამართლე და მისი შუშის თვალები, გვიჩვენებს, რომ ეს არის მართული სასამართლო და სხვათა შორის არ შეიძლება რომ არ აღნიშნო, რომ იმ დროს, როცა გამოდის
თეატრალუკიანის ვითომსდა კომისიის დასკვნები და იმ დასკვნებში წინა რეჟიმის შესახებ არაფერი არ არის სერიოზული ნათქვამი იმაზე, რომ იქაც იყო სრულიად უსამართლო სასამართლო და დღეს თუ გვაქვს ჩვენ უსამართლო სასამართლო, ეს არის იმისი გაგრძელება, იმიტომ რომ დღესებს დგანან სათავეში იგივე მურუსიძეები. ბოლო 2 დღის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ და მისმა დამორჩილებულმა სასამართლომ 24 სინდისის პატიმარი გაასამართლა, მათგან მხოლოდ ნიკა კაციაცნეს უდანაშაულოდ და ის გამოუშვეს სხდომათა დარბაზი და ნიკა კაცია საერთო ჯამში სინდისის პატიმრებიდან მესამე პატიმარი ავეც უდანაშაულოდ გამოაცხადა საქალაქო სასამართლომ. გიორგი ახობაძე, თედუ აბრამოვი და ნიკა კაცია სამივე ნარკოდანაშაულისთვის იყვნენ ბრალდებული და სამივე უდანაშაულოდ გამოაცხადა საქალაქო სასამართლომ. ნიკა კაცია უკვე ტელეპიროლში იმყოფება, მის ვრცელ ინტერვიუს დღეს ვიკა ბუკიას პირველ ხაზში მოისმენს ჩვენი მაყურებელი. ბევრი აქვს სათქმელი ნიკა კაციას ის პატიმრობის 9 თვესთან დაკავშირებით ჩვენს მაყურებლებს უფრო ბევრ სწორედ ვიკა ბუკიას გადაცემიდან მოუყვება.